ეხლა შეიძლება მთელმა საკაცოეთმა გადამიაროს, მაგრამ ეს უნდა ვთქვა. გოგოებო, არასოდეს გაყვეთ ცოლად ღარიბ მამაკაცი, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში უფულო და ღარიბი კაცი პარალელი რო გავავლოთ, პირდაპირ სინონიმია დებილი და სულელი მამაკაცის. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც არ უნდა გაყვეთ და არ უნდა დაიჭიროთ ურთიერთობა ესეთ კაცებთან, იმიტომ რომ ესეთ მამაკაცები არიან გაბოროტებული, დაბოღმილი და ყოველთვის იქნებიან თქვენთან ჭიდაობაში და ჭიდილში. ყოველთვის გამუდმებით, იმიტომ რომ თავისი შეუმდგარობა და თავისი კომპლექსები სადღაც უნდა ამოანთხიონ და შესაბამისად ყველაფერში დამნაშავე იქნებით თქვენ. თუ მაინც და მაინც ვიღაცას მიდრეკილება გაქვთ იქითკენ რომ ცუდად იგრძნოთ თავი, ქალები მარტოც გადასარევად ვახერხებთ ცუდად ყოფნას, რომ ეს პირობები მამაკაცმა არ შეგვიქმნას. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რის გამო არასოდეს არ უნდა დაიჭირო ურთიერთობა ღარიბ მამაკაცთან. არასოდეს ის არ არის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. კაცი, რომელიც არ ფიქრობს თავის თავზე, თავის მომავალზე, თავის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაზე, ის შესაბამისად ვერასოდეს ვერ იფიქრებს ვერც ცოლზე, ვერც შვილზე, ვერც ოჯახის შექმნაზე და სხვა დანარჩენი ხო საერთოდ შეგვიძლია გამოვიცხოთ. ასე რომ, თვითფასებო მოეშვით გადამრჩენის როლში ყოფნა, და თქვენ თუ ფიქრობთ რომ ვიღაცას ჭაობიდან ამოიღებთ და გზას დაანახებთ და რაღაც ფეხზე დააყენებთ, გამორიცხულია. იმას უკვე აქვს თავისი ადგილი ნაპოვნი. შესაბამისად, ყველა დატოვეთ თავის ჭაობში და გააგრძელეთ ცხოვრება გადასარევად. მოეშვით ამ დალბაიობების და დებილიზმით დაავადებული ადამიანების რაღაც პედესტალზე აყვანას და გაღმერთებას. ღარიბი მამაკაცი ვერასოდეს ვერ შემოგთავაზებს ცხოვრების იმ დონეს, რომელიც კაკ მინიმუმ გეკუთვნის და კაკ მინიმუმ გჭირდება. ყოველთვის ქვევით დაგეკაჩება, ყოველთვის ქვევით წაგიყვანს, ყოველთვის ჭაობისკენ წახვალ. უბრალოდ იმუშავებ 8 სამსახურში, რომ ათრიო ვიღაცა არაფრის გამო. და ამისთვის კიდე ძეგლს არც არავინ არ დაგიდგამს. პირიქით, რაც უფრო მეც აიღებ შენს თავზე, მით უფრო მეტად ვალდებული იქნები. ამიტომ დააფასეთ თქვენი დრო, თქვენი თავი, მიიღეთ მაქსიმალური ამ ცხოვრებისგან, დაივიწყეთ ყველანაირი გრძნობა და ემოცია და უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, თუ რა გინდათ და რას იმსახურებთ. არ არის სენტიმენტების დრო იძამა. იმდენ დალბაიობს ვხედავ, ვისაც კოკაკოლის ყიდვაც კი არ შეუძლია ესეთ მაგარ გოგოებთან ერთად, რომ აი გული მწყდება. მსგავსი პრაქტიკა მეც გამოვიარე ჩემს თავზე და მადლობა ღმერთს მალე დასრულდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, დღევანდელ დღეს ვინც გადიხართ ამ ყველაფერს და ფიქრობთ, რომ ვიღაცას ჭაობიდან ამოიღებთ, ვერ ამოიღებთ. გამორიცხულია. ადამიანი უკვე შედგა, გადაწყვიტა რომ იყოს უნიათო და ყოველთვის ესეთად დარჩება. ამიტომ გააგრძელეთ გზა თქვენივე ნაბიჯებით. მე ზიზღე, ღარიბი და დებილი კაცები, რა გავაკეთო?